ხახვის მარინადის უამრავი რეცეპტი დევს ინტერნეტში, მაგრამ გადავწყვიტე ამგვარად მომემზადებინა. დაგვჭირდება წყალი, მარილი, შაქარი, ძმარი, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელივე დავასხათ ხახვს და შევინახოთ მაცივარში ზუსტად 2 საათში მზად არის მისართმევად. რადგან უმრავლესობა იძახდა, რომ ხახვის მარინადი ძალიან უხდება ბურგერს, გადავწყვიტე ბურგერი მოვამზადო. გატარებულ საქონლის ხორცს, დაუმატე მარილი და მწარე წიწაკა კარგად დავბეგვე. შემდეგ соусისთვის ვიყენებ ბარბეკიუ соус, მაიონეზს, პომიდრის საწებელს და მჟავე კიტრს. აეროგრილში წინასწარ კარგად დავბრაწე ბურგერის პურები და ხორცზე გამოვიყენე ედამის ყველი, რომელიც ძალიან უხდება. ბურგერი ავაწყე, მოვალაგე ხახვის მარინადით და ვუალა, აი თურმე რა აკლდა ჩემს ბურგერს. მოამზადეთ აუცილებლად, არ იგნანებთ. მეტი მსგავსი ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.